პირველად გორში AI მარათონი მოზარდებისთვის. 10 ივლისს 11-დან 16 საათამდე AI ტექნოპარკის სივრცე უმასპინძლებს მოზარდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნოლოგიებით, ან უბრალოდ სურთ, რომ სასარგებლოდ გამოიყენონ როგორც ტელეფონი, ასევე კომპიუტერი და ასე შემდეგ. შეისწავლე ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით ციფრული პროდუქტები. მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ აი ამ შეხვედრების შემდეგ მათი შვილები გაჯეტებს სხვა დანიშნულებას მისცემენ. ხელოვნური ინტელექტი თითქოს მოზარდებს აზარმაზებს, მაგრამ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა, თუ როგორ ვასწავლით ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებას, რაც წაადგებათ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე არ დადეგებზე, მაგალითად შექმნან თამაშები, ქვიზები, სხვადასხვა აპლიკაციები. მშობლები ყო ჩვენთან საუბრისას ყოველთვის აღნიშნავენ, რომ თუ მათი შვილები სხვა დროს უნდებოდნენ რამდენიმე საათი თუნდაც სკოლაში, როდესაც აძლევდნენ მათ დავალებას, რომ მოემზადებინათ სხვადასხვა საგნებში პრეზენტაციები, ახლა რამდენიმე წუთს ანდომებენ და აღნიშნავენ იმას, რომ მათ თანატოლებთან შედარებით უკვე რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან ეს ბავშვები. გამოიყენე ტექნოლოგიების სასარგებლოდ. დახვდი მომავალს მომზადებული. მარათონზე მათ დახვდებათ ყველა ის რესურსი და პროგრამა, რაც საჭირო იქნება, რომ პირველივე დღეს ნულიდან დაიწყონ და გარკვეული ცოდნა მიიღონ იმ სასარგებლო ხელსაწყოებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მათთვის ერთგვარი დამხმარე მექანიზმი. AI მარათონის დღის ბოლოს სერტიფიკატების გადაცემამდე ეს ბავშვები სწორედ წარმოადგენენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ იმ პროექტებს, რომელიც შესაძლოა შემდეგ განხორციელდეს და წარმატება მოუტანოს მის კონკრეტულ ავტორს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენ ტრენერს. გვეხმარა ყველა რთული საკითხის მართლაც გაგებაში. განვითარების საშუალება მოგცა და უფრო წინ მივიწევთ.